მოგესალმებით, კოლეგებო, მივესალმებით დარბაზში დამსწრე საზოგადოებას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის ნაწილს, ვინც პირდაპირ ეთერში შეიძლება გვიყურებდეს. შევამოწმოთ ქორუმი, გთხოვთ მომაწოდოთ რეგისტრაციის მონაცემები, უმაღლეს საბჭოს აპარატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად რეგისტრაცია გაიარა უმაღლეს საბჭოს 15 წევრმა, შესაბამისად ქორუმი გვაქვს და შეგვიძლია შეუდგეთ მუშაობას აღნიშნულიდან გამომდინარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 14 ნოემბრის რიგგარეშე პლენარულ სტომას გახსნილად ვაცხადებ. დღევანდელ სტომის დღესასწაულში გვაქვს ორი საკითხი. პირველი საკითხი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩევა და მეორე საკითხი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩევა. ვინაიდან რიგგარეშე სტომა გვაქვს, მოგეხსენებათ, რომ რიგგარეშე სტომის დღის წესრიგს უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 62 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად კენჭი არ ეკრება, გამომდინარე იქიდან, რომ სესია მოიწვევა ინიციატორის მიერ მოთხოვნილი საკითხთა ნუსხით და იხურება მისი ამოწურვისთანავე შესაბამისად სტომა დაიხურება ჩემს მიერ დასახელებული ორი საკითხის ამოწურვისთანავე, რაც შეეხება საკითხებთან დაკავშირებულ გარემოებებს, როგორც თქვენთვის ცნობილია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ორ წევრს, ვახტანგ ბერიძეს და მამუკა თურმანიძეს შეუწყდა უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება ვადაზე ადრე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მათ შეუწყდათ კომიტეტის თავმჯდომარეობის უფლებამოვალეობაც, აქედან გამომდინარე უმაღლესი საბჭოს ჩემს მიერ დასახელებული ორი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტურია და შესაბამისად უნდა შეივსოს რეგლამენტის დადგენილი წესით. რაც შეეხება ამ წესს და პროცედურებს, უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 31 მუხლის მე-3 პუნქტის ვალდებულებიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ ფრაქციის და საინიციატივო ჯგუფის წევრების მიერ კანდიდატურების დასახელების ვადა გასულია, ეს ვალდებულება უკვე გააჩნია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს. შესაბამისად, მე ვიყენებ ამ უფლებამოსილებას და ვასრულებ პრინციპში ამ ვალდებულებას ამავდროულად და თავმჯდომარის კომიტეტების თავმჯდომარეების ვაკანტურ თანამდებობებზე შესაბამისად საკონსტიტუციო იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევა წარმოგიდგენთ ამავე საკითხი დააყენოს დასვას კენჭისყრაზე. აქვე შეგახსენებთ რეგლამენტით დადგენილ დანაწესს, რომ რეგლამენტის 31 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების თანახმად კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევა ხდება ღია კენჭისყრით, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. ეს არის ის მოკლე პროცედურები და ის წინამდებარე გარემოებები, რაც დღევანდელ საკითხებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად შეგვიძლია რომ გადავიდეთ კენჭისყრებზე და კენჭისყრამდე აპარატს ვთხოვ რომ მომაწოდოს რეგისტრაციის მონაცემები. თუ რამდენი წევრმა გაიარა რეგისტრაცია, გელოდებით არა. როგორც აპარატი მაცნობებს, რეგისტრაცია გაიარა უმაღლესი საბჭოს 15 წევრმა, შესაბამისად შეგვიძლია რომ საკითხი დავსვათ კენჭისყრაზე. ყურადღებით კენჭისყრა, კენჭი ეკრება გადაწყვეტილებას მინდია დიასამიძის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევის შესახებ. გთხოვთ ხელისაწვევით დაადასტუროთ ვინ არის მომხრე. წინააღმდეგი 13 ხმით მინდია დიასამიძე არჩეულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ. ბულოცავ ბატონ მინდიას, წარმატებულ საკომიტეტო საქმიანობას ვუსურვებ. აქვე მადლობას ვეთქვი ბატონ ლაშას, რომ უმაღლეს საბჭოსთვის რთულ დროს, როცა ადგილმონაცვლეობის დადგენის პროცესში ვიყავით, წაუძღვა უმაღლეს საბჭოს იურიდიული კომიტეტის სტომებს და დაგვეხმარა მოკლედ, რომ უმაღლეს საბჭოს
მუშაობაში შეფერხება არ გქონოდა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ბატონო მინდია, შეგვიძლია გადავიდეთ დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით და გთხოვთ მომაწოდოთ რეგისტრაციის მონაცემები, როგორც პირველ საკითხთან დაკავშირებით, ასევე მეორე საკითხთან დაკავშირებითაც რეგისტრაცია გაიარა უმაღლესი საბჭოს 15-მა წევრმა, შესაბამისად უფლებამოსილებად რომ საკითხი დავსვათ კენჭისყრაზე, ყურადღება კენჭისყრაა, კენჭი ეყრება გადაწყვეტილებას ილია ვერძაძის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ბატონო ილია კიდევ ერთხელ. ამით დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები ამოწურულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 14 ნოემბრის რიგგარეშე პლენარულ სტომას. დასრულებულად ვაცხადებთ. მადლობა მობრძანებისა და ყურადღებისათვის.